პროცესში ამ ადამიანის ჩაწერას იმ დღეზე, რომელსაც ვთქვათ მას უნდა. ინგა გრიგოლიას შეთავაზება ქართულ ოცნებას ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის რაიონში ივანიშვილის კოალიციას თავაზობს, რომ გლდანში ოცნების კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მოხსნან, რადგან გრიგოლია საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ მას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დამარცხების ყველაზე რეალური შანსი აქვს, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ინგა გრიგოლიამ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ქრონიკასთან გააკეთა. ლიკა ბერაია მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს. საუბარს ლიკა გისმენთ. დიახ, ეს არის გლდანის რაიონში ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას შეთავაზება ოპოზიციური პარტიებისადმი. ინგა გრიგოლია გლდანის რაიონში წარმოადგენს ქრისტიან დემოკრატებს და როგორც ის თავად ამბობს, ბოლოდროინდელი ყველა გამოკითხვისა და რეიტინგის მიხედვით გლდანის რაიონში დასახელებულ მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის პიროვნულად სწორედ მას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, ამიტომ ინგა გრიგოლია გამოდის ინიციატივით იმისათვის, რომ მოხერხდეს მისი მთავარი კონკურენტის ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დამარცხება. ინგა გრიგოლია თავაზობს ოპოზიციურ პარტიებს და მათ შორის ქართულ ოცნებას გლდანის რაიონში მოხსნან მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები. მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიას ექნება ის მონაცემები, რომელიც უკავშირდება მაჟორიტარული კანდიდატების პიროვნულ რეიტინგებს და იმას, თუ ვის აქვს შანსი რეალურად, რომ გლდანში დაამარცხოს ხელისუფლება, რომლისთვისაც გლდანი არის ხოლმე ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პლაცდარმი. ყველა ამ მონაცემის მიხედვით გლდანს ვიგებთ ჩვენ, ქრისტიან დემოკრატები, სწორედ ამიტომაც ვთავაზობ ოპოზიციურ პარტიებს, ვისაც ყავს დაყენებული საკუთარი კანდიდატები, ეს იქნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ იგივე კოალიცია ქართული ოცნება, მოხსნან საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი და მე ვაძლევ ყველას პირობას, რომ დავამარცხებ ნიკოლოზ ხაჩირაშვილს. გლდანის რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სოსო ჯაჭვლიანი. ინგა გრიგოლიას შემოთავაზებას არ იღებს და აცხადებს, რომ ქრისტიან დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება არაფერია. ჯაჭვლიანის ამ განცხადებას ინგა გრიგოლიამ უკვე უპასუხა. გული მწყდება თუ კი ეს განცხადება სიტყვით, ეხლა რასაც თქვენ მეუბნებით გააკეთა ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელსაც მე ვცემ ძალიან დიდ პატივს. ყოველთვის იგი იყო ხოლმე ჩემთვის ერთ-ერთი სასურველი რესპონდენტი და ძალიან მწყდება გული, მარტო ამას გეტყვით, ხოლო რაც შეეხება მოგებას, აუცილებლად მოვიგებ გლდანს. გლდანის რაიონში ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას შეთავაზებას ჯერჯერობით სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან. ინგა გრიგოლიას ახალი ინიციატივის დეტალები პირდაპირ ეთერში ლიკა ბერაიამ გაგვაცნო. ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატები კი თბილისის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს